ოპოზიციის ალიანსი კარდაკარის კამპანიას აგრძელებს. დღეს დილიდან პოლიტიკოსები ვაჟა-ფშაველას გამზირზე დელისის მეტროსთან შეიკრიბნენ, სადაც პირდაპირი კომუნიკაცია აქვთ მოქალაქეებთან. აცნობენ მათ საკუთარ გეგმებს, საუბრობენ ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე. ოპოზიციის წევრები ასევე მოუწოდებენ მოქალაქეებს 26 მაისის აქციაში მონაწილეობისკენ, რომელიც ალიანსის გეგმების თანახმად უნდა გახდეს მათი კამპანიის კულმინაცია. დამოუკიდებლობის დღეს პარტიებს ფართომასშტაბიანი შეკრება აქვს დაგეგმილი. მსვლელობა ამ დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის მიმართულებით პარლამენტისკენ გაიმართება. ნინი ბალანჩივაძე მოგვიყვება ვრცლად ოპოზიციის ალიანსის კამპანიის შესახებ. პროდასალური ოპოზიციური პარტიების საყოველთაო კარდაკარი გრძელდება. დღეს ოპოზიცია დელისის მიმდებარე ტერიტორიასთან ხვდება მოსახლეობას. აქ სპეციალურად მოწყობილი სივრცე არის, სადაც მოდიან მოქალაქეები და ავსებენ კითხვას, რომელიც შედგება რამდენიმე კითხვისგან და მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, თუ რა გამოწვევების წინაშე დგანან დღეს საქართველოს მოქალაქეები და რას აკეთებს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი მათ დასახმარებლად. პროდასალური ოპოზიციური პარტიები ალიანსის წარმომადგენლები ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ მთავარი გამოწვევა არის სიდუხჭირე, სიღარიბე, მაღალი ფასები საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლისთვისაც არაფერს არ აკეთებს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი. შესაბამისად, მათი თქმით, განწყობები საერთოდ შეცვლილი არის საზოგადოებაში, მათ სურთ ცვლილება, ისინი ენდობიან გაერთიანებულ პროდასალურ პარტიებს და კარდაკარის პრინციპიდან კიდევ ერთხელ გამოჩნდა ის, რომ საქართველოს მოქალაქეები ითხოვენ განვითარებას და დემოკრატიულ საქართველოს. თავარი არის, რომ ძალა ერთობაშია, ერთად უნდა ვიყოთ, ბევრი ადამიანი უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ იმ ბევრ უსამართლობებს, რაც ქვეყანაში არის, დავუპირისპირდეთ. 26-7 საათზე უნივერსიტეტთან იქედან მოვდივართ მსვლელობით პარლამენტამდე და გვექნება ძალიან საინტერესო შინაარსი. თქვენი ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხალხის გამოკითხვას ვაკეთებთ, რა თქმა უნდა, ფასები, ჯარიმები, უმუშევრობა, ხელფასები, დემოგრაფია, ნომერ პირველი პრობლემა, მეორე მხრივ პოლიტიკური პატიმრები, დემოკრატიული უკუსვლა, ევროკავშირის ინტეგრაციის შეჩერება. რაც დავიწყეთ ეს კამპანია, ყოველი შემდეგი დღე ბევრად უფრო მეტი პოზიტივი იგრძნობა მოქალაქეებში, მათ შორის ინფორმირებაც გაზრდილია, რომ 26 მაისის აქცია არის, მათ შორის დეტალებიც უფრო მეტ მაიცის, რომ ეს აქცია 7 საათზე იწყება თესევიდან და იქნება მსვლელობა პარლამენტის მიმართულებით. ბევრი გაბრაზებული მოქალაქე მოდის, ბევრად მეტი მოქალაქე ავსებს მაგალითად კითხვას, რომელიც შემიძლია გვიტევს თავის საკონტაქტო ინფორმაციას, საჭიროების შემთხვევაში შევეხმიანოთ, რომ უნდათ რაღაც პროცესების ჩაერთვან. ჯამში საკმაოდ პოზიტიური პროცესი არის. საყოველთაო კარდაკარით მათ შორის პროდასალური ოპოზიციური პარტიები ემზადებიან 26 მაისის აქციისთვის 7 საათზე შეიკრიბებიან ისინი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ამის შემდგომ მსვლელობით გაემართებიან პარლამენტის შენობისკენ და ამასთან დაკავშირებითაც აწვდიან ისინი მოქალაქეებს დეტალურ ინფორმაციას, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი კიდევ ერთხელ გაერთიანება ერთი იდეის გარშემო და რაც შეიძლება მეტი ადამიანის გამოსვლა ქუჩაში.